სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. დღევანდელ სახარებაში უფალი გვასწავლის, რომ მდიდარი ვერ ცხონდება. ძალიან საინტერესოა, რატომ ვერ ცხონდება მდიდარი. თავდაპირველად ამბობს, ძნელად ცხონდება მდიდარიო. და შემდეგ ამბობს, როგორც ნემსის ყუნწში აკლემი ვერ გაივლის, ვერ გაეტევა, ასევე მდიდარი ვერ შევაცხათა სასუფეველშიო. ანუ ვერ ცხონდება, აკლემი ვერაზროს ვერ გაივლის ნემსის ყუნწში. ერთი ჭაბუკი მივიდა იესო ქრისტესთან და ეუბნება, როგორ უნდა დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი, როგორ უნდა ცხონდეს. უფალმა მიანიშნა და მიუთითა რჯულის მცნებებზე, ძველი აღთქმის, 10 მცნებიდან, არა კაცკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილისამო, პატივიეცი მამას, დედას და გიყვარდეს მოყვასი, მოყვასი ეს არის მახლობელი. ადამიანი, ყველა ადამიანი, როგორც საკუთარი თავი, ისე შეიყვარეო და გექნება საუნჯე ზეცაში. მან უპასუხა, სიყრმიდანო ვიცავ ყოველივესო, რა მაკლიაო მეო. მაცხოვარმა სწორედ იმ მიჯაჭვულობაზე მიანიშნა, რაც მას ჰქონდა, მონობა სიმდიდრისადმი. და უფალმა უთხრა, კი არ გაეცი უბრალოდ და ეხმარე გაჭირებულებს. ყველაფერი დაურიგე გლახაკებსო, ყველაფერი, არაფერი არ დაიტოვო და მოდი და მე შემომიდექიო. ანუ მარტო ეს კი არ კმარაო, არამედ მე გამომყევი, სხვა სათნოებებიც შეიძინე. ამას ნიშნავს მე შემომიდექი. ჭაბუკის რეაქცია იყო ასეთი. წავიდა მწუხარე. მიატოვა იესო ქრისტე და წავიდა. ზეციური სასუფეველი კი უნდოდა მას, მაგრამ როგორც კი უთხრა, რომ სიმდიდრე გაყიდე, უпроსტად დაურიგე გლახაკებს, მაშინვე წავიდა მწუხარე. ანუ უარი თქვა ზეციურ სასუფეველზე, ამჯობინა სიმდიდრე. ანუ ეს არის მონობა სიმდიდრისა. აი ამით გვაჩვენებს მაცხოვარი, რომ ესეთი ადამიანი ცათა სასუფეველში ვერ შევა. მოციქულები კაცთმოყვარეები არიან. თავიანთ თავებზე კი არ ეუბნებიან, არამედ სხვა ადამიანებზე და ვის შეუძლია რომ ცხონდეს. შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელი არის ღმრთისა მიერ. შეუძლებელი, შესაძლებელი, იოანე ოქროპირი ამბობს, ხდება როგორ? როდესაც ადამიანი რაც ზედმეტი აქვს, იმას გასცემს და შემდეგ უკვე აუცილებელსაც გასცემს. ანუ რაც დარჩა, ზედმეტი ხომ მოიშორა და რაც დარჩა, იმასაც რო სხვას უნაწილებს. აი ესე ხდება შეუძლებელი, შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია რომ როგორც ამბობს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, სრულყოფილი მოყვასის მცნება რო დავიცვათ, მოყვასის სიყვარულისა, შეუძლებელია შენ იყო მდიდარი და შენი მოყვასი იყოს ღარიბი. ანუ შენ კარგად იყო, ის ცუდად იყოს. საკუთარი თავით გიყვარდესო შენი მოყვასი და ამ მცნებას ვერაზროს ვერ აასრულებ. და უფალი ამბობს, რომ იმ გაჭირვებულების სახით მე ვარ. თუ იმათ ეხმარები, მეც მეხმარები. ასე რომ არასდროს არ უნდა ვინატროთ და ვიბრძოლოთ, ვიღვაწოთ სიმდიდრის შესაძენად. ვისაც სურთო სიმდიდრე, შთასვივიან განსასწრელთა და საფრთხეთა მრავალთა, ამბობს პავლე მოციქული. ანუ ეს არის, რაც უფრო მეტი გაქვს მატერიალური კეთილდღეობა, სიმდიდრე, მით უფრო იზრდებაო საკრველი, ანუ ბორკილები მით უფრო იზრდება და უფრო დიდი ხდება. მისი გაწყვეტა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან რთულია თუ არ ჩაერევა ღმერთი.